სანამ ამ თემაზე გადავიდოდე, ერთი სასიამოვნო ინფორმაციით მინდა დავიწყო. ახალგაზრდა ქართველი მსახიობი უკანონოდ, აბსურდულად და დაუსაბუთებლად დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძე დღეს არჩეული იქნა კინოაკადემიის წევრად. აი ეს არის ევროპა არის სოლიდარობა, ევროპა არის თანადგომა გაჭირვების და აუტანელ მდგომარეობაში, როდესაც იმყოფება ადამიანი. ეს არის სოლიდარობის და თანადგომის ცნობიერება. პირიქით ვაპირებდი დამეწყო, რა არ არის ევროპა. აი არსებობს ესეთი ტერმინი ნეგატიური თეოლოგია, რომელიც მეთოდიც არის, თქვა რა არ არის ღმერთი. აი ესე დავიწყებდი, რა არ არის ევროპა. შეგიძლიათ ჩართოთ იმედი, პოსტივი, პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის დრო ნახოთ რა არ არის ევროპა. ეს არის ანტი-ევროპა. ნახეთ ქართული სასამართლოები, ეს არის ანტი-ევროპა. სასამართლო, რომელიც დაუსაბუთებლად გაყალბებული ჩვენებებით, საერთოდ ყველანაირი მტკიცებულების გარეშე აპატიმრებს ადამიანებს და ემუქრება ხანგრძლივი პატიმრობით. აბსურდული ბრალდებები, კორუფცია, კორუმპირებული, ალოგიკურად მოაზროვნე მოსამართლეები, მოწმეები, რომლებიც ცრუობენ, ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან. აი ეს არ არის ევროპა, ეს არის ანტი-ევროპა. არჩევანი ჩვენთვის, ჩვენზეა, გვინდა აი ეს ანტი-ევროპა, განუკითხაობა, უსამართლობა, უკანონობა, აღვირახსნილობა, გაუმაძღვრობა, ყველაზე დიდი ანტიქრისტიანული, ხო ქრისტეს სახელით და ქრისტიანობის სახელით გველაპარაკება ვითომ აი ეს სუვერენიტეტის თუ რაღაცის დამცველები. ყველაზე მძიმე მიუტევებელი, მომაკვდინებელი ცოდვა არის გაუმაძღვრობა. ეს ქრისტიანობაა, ეს ახარებისეული ქრისტიანობაა, არა იმ რაღაცა ყოფილი ბანდიტების მიერ ნალაპარაკები, რომელსაც დღეს რაღაცა ანაფორა ჩაიცვეს და კორუფციის და უსამართლობის მხარეს დადგნენ. იმათი არა, ევროპა ეს არის. ეხლა რაც შეეხება ისტორიულს, მე ძალიან შორეულ წარსულში არ წავალ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კი ბერძნული კოლონიზაცია არსებობდა, რომის იმპერიის გავლენის ქვეშ ვიყავით, კონტაქტი მუდამ იყო, მაგრამ ქართველი, თანამედროვე ქართველი ერი ის რაც საფუძვლად დაედო დღევანდელობას, ჩვენი უახლესი ისტორიის დასაწყისი, ეს არის მე-19 საუკუნის 60-იანი წლები, როდესაც მართლა ევროპული განათლების და ევროპული ცნობიერების თაობა ჩნდება საქართველოში და იწყებს ქართველი ერის გაცოცხლებას, ხელახლა შექმნას. აი იქიდან მოყოლებული ჩვენი ორიენტაცია არის ევროპული. და აქედან თვით ყველაზე ცუდ და ბოროტ და ტერორით სავსე საბჭოთა დროსაც კი ინარჩუნებს ქართული კულტურა ამ მიმართულებას. პირველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ პირველი რესპუბლიკა 1821 წლების. ეს არის ევროპულად მოაზროვნე, ევროპაში განათლება მიღებულ და ევროპული ოჯახის, პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლების მიერ შექმნილი სახელმწიფო. თუ რამით შეგვიძლია ჩვენს უახლეს ახალ ისტორიაში ვიამაყოთ, ეს არის პირველი რესპუბლიკა, მართლა ევროპული სტანდარტების კონსტიტუციით. კონსტიტუციით, რომელიც თვით ევროპული სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო, მან თითქოს გაუსწრო ევროპულ დროს, ქალთა არჩევნების უფლებები, ქალი დეპუტატები პირველ რესპუბლიკაში, ეს გასწრებაც კი იყო იმისა, რაც მომავალში ევროპა უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ იმ ძალამ, რომელიც დღეს ისევ აი ამ ბოროტებაში, ამ განუკითხაობაში, უკანონობაში, უსინდისობაში, კორუფციასა და გაუმაძღვრობაში უკან გვექაჩება და სამწუხაროდ ეს კეთდება ქართველებისავე ხელით, მან 70 წელი მოგვაცილა ევროპულ განვითარებას, რომელიც 1918 წელს უკვე პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად დაიწყო. მოგვაცილა, მაგრამ კულტურულად ისე ვერ აგვაცილა. მთელი ქართული ხელოვნება, ქალბატონი ლანა გახსნა დღევანდელი საუბარი, ქართული კინოხელოვნება, ყველაფერი ეს იყო და თვით ყველაზე მძიმე საბჭოთა პერიოდშიც კი ეს იყო ევროპული კულტურის ხაზის გაგრძელება და არა რაღაცა იმ საშინელების, რაითქენაც უნდა დღეს ძალით, იძულებით, მოტყუებით, უსინდისობით, სიცურვით წაგვათრიონ და ბორკილები დაგვადონ. აი ეს არის ჩვენი არჩევანი და
ბოლო 30 წელი რო ავიღოთ ახალი ქართული სახელმწიფოება 30 შეიძლება სიმბოლური იყოს, რომ 95 წელს მივიღეთ საქართველოს კონსტიტუცია. აი აქედან მართლა ახალი ეპოქა იწყება და ესეც სიმბოლური იყო, რომ ზუსტად საქართველოს კონსტიტუციის ხელმოწერის დღეს განხორციელდა ტერაქტი, რომელიც კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ ის კონსტიტუცია არ რატიფიცირებული არ ყოფილიყო. მე მახსოვს კარგად ეგ დღე. არ ყოფილიყო და სწორედ იმავე ძალების მიერ განხორციელდა ის ტერაქტი, რომლებსაც სურდათ ხელი შეეშალათ საქართველოს გაქცევას აი ამ რაღაცა საშინელი ბოროტი, გამანადგურებელი და დამამონებელი სივრციდან. და ეს არ შედგა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება რამდენად კრიტიკულად არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ განწყობილი და ბუნებრივია და ნორმალური ჯანსაღი არის ეს, რომ ხელისუფლებას ოპონირებდე, რომ მას აკრიტიკებდე, არ შენდე პატარა შეცდომასაც კი, სხვანაირად არ არსებობს დემოკრატია. ისევე როგორც ყველანაირი დემოკრატია არის ილუზია მისი სოციალური საფუძვლის გარეშე. ეს არის თანამედროვე ევროპა. ყველა დიდი ევროპის დამფუძნებელი სახელმწიფოების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის კონსტიტუცია, გავიხსენოთ პირველი წინადადებები. გერმანია არის ფედერაციული სოციალური სახელმწიფო, საფრანგეთი არის ლაიცისტური სოციალური სახელმწიფო. ანუ სოციალური სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ერთი რაღაცა კლანი, ერთი გაუმაძღარი ოლიგარქების ბანდა კი არ მართავს, არამედ ის სახელმწიფო გარანტია არის ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის, შრომელისთვის და არა ის, რომ მონებად ამყოფებდნენ შრიმებში, მაღაროებში ადამიანებს, კლავდნენ და იქით იჭერდნენ, ხმას რატო იღებთ და რატო აპროტესტებთო. ეს არის ანტიევროპა, რასაც ჩვენ დღეს საქართველოში ვხედავთ, აი ეს გაუმაძღრობა, უძღომელობა, კიდევ მეორე, ყველაზე დიდი და მოუტევებელი ქრისტიანული ცოდვა, მომაკვდინებელი ცოდვის სტატუსი რო აქვს. აი ეს ამ ცოდვის, ამ მართლა რაღაცა სოდომის და გომორის ცნობიერების ადამიანები დღეს თითქოს მორალის მასწავლებლებად რომ მოგვევლინენ და თვითონ არიან ზუსტად იმის ანტიპოდები, რისაც საკუთარი დემაგოგიით სურთ რომ თავს მოგვახმიანონ და დაგვარწმუნონ ვითომ. აი ამ მოცემულობაში ვართ და დღეს მართლა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. საქართველოს ან გაიმარჯვებს და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას, ან გაქრება. აქ მესამე სამწუხაროდ აი მოცემულობაში ვართ. მესამე ალტერნატივა არ აქვს. არ არსებობს არანაირი პროჩინური საქართველოს ან რა ვიცი სამხრეთ აფრიკული საქართველოს ან რაც გინდა მოიფიქრო. ან პრომონღოლური საქართველოს, ხო? ესეთები გქონდა და გვეყო და დღეს იმ გზაზე ვარ დასაბრუნებელი და იმ გზის გამგზელებლებად უნდა ვიქცეთ, დაუბრუნდეთ იმ გზას, რომელიც ჩვენივე არჩეულია, ჩვენი ახალი თანამედროვე იდენტობის ნაწილია და იმედი მაქვს, რომ ეს მართლა მალე გაივლის ეს დრო ჩვენივე ძალისხმევით, თავისით ეს არ მოხდება, ჩვენივე უდიდესი ძალისხმევით და გვეხსოვნება როგორც კოშმარი. შესული არის უკვე ისტორიაში, აწყოშივე არის უკვე დაფუძნებული როგორც ქართული კოშმარი და ეს ქართული კოშმარი დამთავრდება და გავიღვიძებთ ერთხელაც და გაოცებულები, რომ ეს რა გვჭირდა. შეიძლება საჭიროც კი იყო ამ უბედურებების ჩვენ თავზე დახვედრა და დატეხვა, თუნდაც იმიტომ, რომ დავფიქრებულიყავით, რომ საჩუქრად ამორთმეული არაფერი არ არსებობს, არ ჩვენი მომავალი არ არსებობს, არ ჩვენი აწყო არ არსებობს. ამისთვის არის რაღაცა თავსდაუზოგავი, ცნობიერი მუშაობა საჭირო. თორე მომენტალურად შეიძლება ისევ მომავალშიც ფეხი აგვიცდეს, ვიღაცა გაუმაძღარმა გადაწყვიტოს ხელისუფლების მითვისება, მოძებნოს თავისი თანამოაზრეები და ქვეყანა აიყვანოს მძევლად, მისი ისტორია აიყვანოს მძევლად, მისი მომავალი აიყვანოს მძევლად. ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა მუდმივი სიფხიზლე და ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა. ჩვენი ძალისხმევის გარეშე არაფერი არ მოხდება, არანაირი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქრები არ მოგვეცემა. ამიტომაც იმედი ვიქონიოთ, რომ მოვძებნით ჩვენი მძალას, ჩვენ თავებში, რომ საქართველოს დავაბრუნოთ თავის არჩეულ გზას და ეს გზა არის ევროპული გზა. გილოცავთ ევროპის დღეს.